ოპა. გამარჯობა, მე ვარ დავით ლაბაძე, ფიზიკოს-იუმორისტი. რა სასწავლი ვარ შეკრებილი, ელიჯან? რატო რა საქმეზე დამიძახე? რაღაც პურმარის გაგდის ვერ ვხედავ. კითხვები უნდა დავსვა. კითხვები უნდა დასვა თუ მე დამისვა. რადიკალური განსხვავება. თუ მიპასუხებ მადლობას კეთე. კარგი, რასაც არ გიპასუხებ, ესე გავატარებ ყურიდან ყურში. დავიწყოთ. მიდი. ბავშვობაში რა მეტსახელი ქონდა? ბიჭო, არაფერი ლაბაძე რა. ეხაც ლაბაძეს მეძახიან. არ ვიცი, ეთქო გვარია ძალიან მჟღერი და იმ. პაწუაზორო მე თან დავირქვი დებილი სახელი იყო. არავინ არ მეძახოდა პაწუაზოროს. მე ვაპოზიციონირებდი ჩემ თავს ზორო. ვის ქომაგობდი მუნდიალზე? გერმანიას. სამწუხაროდ. არ არის დაცინვა საჭირო. გერმანიას ქომაგობ დიდი ხანია. ხან მაგრა ამართლებს, ხან არ ამართლებს. ყოველ შემთხვევაში ძალიან არასოდეს შეურცხვენი ვარ. ხო. საყვარელი შენობა თბილისში. ოპა. რაღაცები მიყვარდა, როგორც შენობა არა, როგორც ადგილი. ზოგი აღარ არის. მაგალითად, კინოთეატრი გაზაფხული იყო ჩვენი ბავშვობის ყველაზე საყვარელი ადგილი, იმიტომ ისეთ რამეს ნახავდი, რასაც სხვაგან ვერ ნახავდი და ეხლა აღარ არის. მიყვარდა იპოდრომზე იყო ისინდი. აღარ არის. ძალიან გემრიელი ხინკალი ქონდათ ერთი პერიოდი ძირს. ეგ არის სამშობია, რომელშიც დავიბადე, აგერძევით იყო და ისიც აღარ არის. კაი. სადმე როცა ჩადიხარ, იქაურ ლუდს არ სვამ ხოლმე, თუნდაც ცუდი იყოს. ხო, რა თქმა უნდა, ეს მასწავლა ერთმა ჩემმა გერმანელმა სტუმარმა, რომელიც სადღაც წავიყვანე და რო შევთავაზე გერმანული ჩეხური, არა მითხრა ადგილობრივიო რა. ყველა წესიერი ლუდის მოყვარული, სადაც ჩადის იქაურ ლუდს სვამსო და კი, ყველგან სადაც ჩავდივარ, იქაურ ლუდს სვამ. ცისფერ მთებში შენ თავს ვის როლში ხედავ? ცისფერ მთებში. ბიჭო, ბევრი ძალიან კარგი პერსონაჟია ცისფერ მთებში. ყველა პრინციპში. ხო და რაღაც ნაწილი ყველაშია ჩემი რა. ომამდე ტანკისტიც ვიყავი. მარკ შეიდერიც ვიყავი. ერთი შეიძლება ის არ ვიყავი, რაღაც მოტობურთის პოეტი პრეზიდენტი. მაგასთან ვერ ვაიგივებ ჩემ თავს. ისიც ვიყავი რო არ ჩანს და სულ რო აკითხავენ, ვინც აკითხავს ისიც ყველა როლში მაგ რაღაცა დრო ნაცხოვრები. ვაჟა ზაზაევიჩი? ვაჟა ზაზაევიჩი ყველაზე მეტწილად. ისიც ვარ რაღაც კიბით რო დადის და რაღაცებს რო კითხულობს, იმ დროის კაცი ვარ. შენი დაკვირვებით ჯანელას უფრო რაზე ეცინება ხოლმე? ჯანელას ყველაფერზე ეცინება, მაგრამ თავს იკავებს. სადაც ვეღარ შეძლებს თავი შეკავეს, იქ უკვე ხმა, უკვე სხვა მაყურებელი წდება რომ იცინის, თორე გულში სულ იცინის. ჯანელა მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული სახეა. ხო. რას ამოიღებდი ქელეხის სუფრის მენიუდან? ან რას დაამატებდი? ქელეხიდან არაფერს არ ამოვიღებდი რა. დავამატებდი, ამასაც ახლა გამლანძღავენ. ხინკალი და კაბაბი ბიჭო არ მოუხდებოდა ქელეხის სუფრას, რატომაც არა იყოს რა. მეობის ნაწილია ეს ხინკალი და იქ გაკლია რა. უცხოელი რომ მიიყვანო ქელეხზე, თითქოს საქართველოში არ ხარ. ისეთი გზნობა ეკნა. ყველაზე უცნაური პროფესიის მქონე ადამიანს ვის იცნობ? მე თვითონაც ძალიან უცნაური პროფესიის ადამიანი ვარ. ინტეგრალური სქემების წარმოების ტექნოლოგი ვარ მე. აი საქართველოში რომ თქვათ კოალების ვეტექიმი რო იყო და ახლობით ესე ვარ რა. აი მარტო კოალების. ხო. უახლოეს კოალამდე რომ 7000 კილომეტრი. აი ესე ვარ მე. კოალების ექიმი თავის ადგილზე ავსტრალიაში სულაც არ არის. უცნაური პროფესია. საქართველოში რო ხარ ინტეგრალური სქემების წარმოების ტექნოლოგი. ცოტა რა ვიცი. და ესეთი პროფესიის წელიწადში 25 ადამიანი ემატებოდა საქართველოს.
ჯარში ქვეითი იყავი? ჯარში ვიყავი მზარეული. მაგრამ რომელ ნაწილშიც ხარ ის ითვლები რომ ხარ. ანუ მე ვიყავი საზენიტო სარაკეტო პოლკში ვიყავი მზარეული. ანუ მე ზენიტე ვიყავ. მზარეულად მოხვედრას ჩაწყობა უნდა? არაფერი ჩაწყობა არ უნდა. მოკლედ უცნაური ისაა რომ მე და ჩემი ძმა ჯარში რო გავეშვით, მამაჩემმა ჩააწყო. ოღონ რატო იცი? ომობდა საბჭოთა კავშირი ავღანეთში. და ამიტომ გაგვიშვა გერმანიაში, საიდანაც როგორც გამოიკვლია, უფრო ნაკლები შანსი იყო რომ მოხვედრილი ვიყავი ავღანეთში და მეც და ჩემი ძმაც გაგვიშვა გერმანიაში. მოვიდა მზარეულების სკოლიდან ვიღაც პოლკოვნიკი და სხვა შორის მე მომადგა ქართველი ხართ, მე ვთქვი ქართველი ვარ. ქართველებს ვეძებო მზარეულების სკოლისთვის. მე ვთქვი ქართველებს რატო ეძებ? თქვენო გენეტიკურათო კარგი და გემრიელი საჭმელების კეთება შეგიძლიათ, იმიტომ რომ კარგ და გემრიელ საჭმელებს ჭამთ სახლშიო და ხო არ იცი ვინმეო და 5 კაცი მოვაგროვე ქართველები და მე სხვებიც აიყვანეს. ბევრი იყო ესეთი რომ არა მე დესანტში წავალა, მე ტანკზე მინდა. ჩვენ 5 ადამიანსაც დიდი ამბიციები რომ რაღაც საბჭოთა კავშირის სამხედრო ხერხემალი შევიქმნებოდით არ ქონდა, წავყევით და ესე გავხდი მზარეული. რა არის ქაბაბში მთავარი? ხორცი. აქ აბსოლუტურად სერიოზულად შემიძლია ვთქვა რომ ხორცი. ხორცი თუ ხორცის დამუშავება? ხორცი. დამუშავება, შენზე დამოკიდებული პროცესია და ეს ხორცი არ არის შენზე დამოკიდებული და ხორცი არის მთავარი. ამიტომ ჩემი ძმა ყოველ დილას 6 საათზე მიდის, ეძებს ხორცს და იქ ყველა მიცის რომ ეს რომ მოდის, ეძებს საუკეთესო ხორცს. ნიკოს ყველაზე სასაცილო თვისება. ბიჭო, ნიკო არის აი რავი სერიალს გადაიღებ რა. ძალიან ბევრი სასაცილო თვისება აქვს. გაოცება რაღაცას რო ეუბნები და არ გეთანხმება. როგორი ძახს იცი? ხო, ეგ არის ჩანსხოლე ვიდეოებში. გაოცება ის ფორმა. კი. რა გახსოვს ყველაზე კარგად ევრო 2024-დან? ევრო 2024-დან მახსოვს რომ რამდენიმე თამაშზე ვიყავი. რა თქმა უნდა, ყველაზე მაგრად მახსოვს ევრო 2024-მდე რო გავედით და რო გამოვედით ქალაქი ქუჩაში და შუაღამისას ვიდექი გაუვალ საცობში და ყველა მანქანაში რაღაცა პატრიოტული სიმღერა იყო ხმამაღლა ჩართული და გადმოყოფილი ახალგაზრდები და დროშები და აი ძალიან მაგრა მახსოვს რა. ალბათ ეგრე მე 99 წელს მახსოვს, მაგრამ ესე კარგად არ მახსოვს და ეს იყო სასწაული გზნობა. ბიჭო, ძალიან ცოტაჯერ მინახია ესე გაერთიანებული საქართველო. ჩვენ ხო ყველაფერზე აი ნებისმიერ რამეზე ვიყოფით ორ ან მეტ ნაწილად. აი ყველაფერზე ვიყოფით და რამდენიმეჯერ მახსოვს საქართველოს ისტორიაში, რომ ყველა ქუჩაში რო შევხვდებოდი, ყველა ერთმანეთს აზრის გარშემო სიხარულით გაერთიანებული. იშვიათად იყო კი. არასოდეს არ დამოვიწყდა. საყვარელი ავტომობილი, რომელიც დღემდე გენატრება, რომელიც ყოლია. მე ბევრი მანქანა არ მყოლია, იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან იშვიათად ვიცვლი მანქანებს რა. აქამდე რა მანქანაც მყავდა, იყო RAV4 98 წლის და მყავდა 14 წელი. და აი მართლა მენატრება რა, იმ მანქანაში დაიზარდნენ ჩემი ბავშვები, როგორც ეკაიძახის, ერთი უკანო გაზის ქურა რომ მქონოდა, სახლს საერთოდ არ ავიდოდი. მანამდე მყავდა Opel Astra, ამ Opel Astra-მდე მყავდა Opel Omega და ყველა დიდი ხანი რა, თან საჭესთან დავჯექი 30 წლის, ანუ სულ 30 წლის სტაჟი მაქვს და ამ 30-დან 14 წელი ეს მანქანა მყავდა და აი ოჯახის წევრივით. კი. ერთხელ ის Opel-ის დიდხანს მყავდა Omega და რო გავყიდე, ერთხელ
ისიც ნუ აი ძალიან გვიყვარდა იმაზე ვისწავლეთ ტარება მე და ეკამ და ძალიან გვიყვარდა და რო გავყიდე ერთხელ ეზოში შემოვიდა და რაღაცა აგვეტირასავით რა რომ დაბრუნდა და მოვიდა მოგვაკითხა ყველაზე სასაცილო თემა რაზეც ქალაქობანა გითამაშია ყველაზე სასაცილო რაც მახსენდება არის ჯანელამ რო ზზე პარტია გაიხსენა რა თემა ზზე არის პარტია პოლიტიკური პარტია კი ზვიადის გზა ზვიადის გზა ეგეთ პარტია იყო ზვიადის გზა უფლისა სახელი ზზე გაიხსენა პოლიტიკური პარტია დავწყდი ციცი როგორ ახსოვდა პოლიტიკური პარტიებიდან გახსოვდა თუ ჩვენი გადაცემები საყვარელი ქართული ფილმი რითაც დავიწყეთ ცისფერი მთები ერთ-ერთი საყვარელი მიმინო ძირითადად კომედიები არ დაიდარდო არ ვიცი რამდენად ქართულია კინძაძაც ძალიან მიყვარს შერეკილებზე ვგიჟდები ნუ ბევრი ქართული ფილმი მიყვარს რა და კომედიები აი თითქმის ზეპირად ვიცი ქალაქი სადაც დაბრუნება სულ გინდა ხოლმე თბილისის გარდა ნებისმიერ ქალაქში როცა ჩავდივარ ნუ ქალაქს ხვაფასებ ერთი სამაქ ვიცხოვრებდი თუ არა აი ბერლინი მომეწონა თავიდან რო ვიყავი და ვიფიქრე რომ ვიცხოვრებდი იმიტომ რომ ძალიან თავისუფალი ქალაქია ძალიან აი შეგიძლია მარტო დარჩე როცა გინდა და აბსოლუტურად არანაირად გარემო შენზე ზეწოლას არ ახდენს და ერთი პერიოდი ბერლინი იყო ჩემპიონი და მე მადრიდში რო ჩავედი მივხვდი რა მაკლდა ბერლინში აჰა მხია ჟრიამური იმიტომ რომ ის ვიღაცა სხვა რო იცინს შენზეც კარგად მოქმედებს ნიუ-იორკში დაუბრუნდებოდი ნიუ-იორკში რა დამევასა იცი ჩახვედი თუ არა ნიუ-იორკელი ხარ რა Times Square-ზე ვდგავარ და ვიღაცა ტიპი მომადგა დანგრეული ინგლისურით მეუბნება მერვე ავენიუ სადარიო და მათემატიკური რო გაქვს დამთავრებული ხედავ რომ მე7 თუ იქ არის მერვე ანაკ იქნება ანიკ იქნება გაიხედავ თუ იქით 6 წერია ესე იგი და უთხარი და საიდან ხარ რომ მითხრა მე უთხარი საქართველოსდან თქვა შენ საიდან ხარ ინგლისური არ იცის და მერვე ავენიუ არ იცის Times Square-ზე ვდგავარ მე ბრუკლინზე ხო აქ დავიბადე და გავიზარდა და მივხვდი რომ უბრალოდ სხვა უბნელი იყო ჩახვედი თუ არა მესტნი ხარ რა ადგილობრივი ხარ რა ძალიან მაგარია მადლობა